ჩვენ მე შესაძლებელი გავაკეთებ წინა ბლოკის ბოლოს, ხო? უნდა ვისაუბროთ კოლ-ცენტრების ამბავს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ თბილისში და საქართველოში ძალიან ბევრი არსებობს. ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანია თბილისის ქუჩებში ადვილად შეიმჩნევა, როგორ გამდიდნენ უცებ 20-22 წლის ბავშვები, ბიჭები, გოგოები, ახალი მანქანებით, ბინებით, სახლებით, რაც შეუძლებელია რომ საქართველოში იშოვა და ეს ფული იშოვება იმაში, რომ არსებობს კოლ-ცენტრები და რა არის კოლ-ცენტრი? მოდი დავიწყოთ აქედან, რა არის კოლ-ცენტრი? რა ტიპის დაწესებულებაა ის და რატომ არის ეს დანაშაულებრივი დაწესებულება? კი ბატონო. ხო, სწორად აღნიშნეთ თქვენ შესავალში, რომ ეს არ არის რაღაც ახალი ამბავი, რაც თითქოს არავის არ გაუგია და არავის არ სმენია. ჩვენც სანამ ამ საქმეს მოვკიდებდით ხელს პროფესიულად, იქამდე ჩვენ გარშემო იყვნენ ადამიანები, თქვენს გარშემოც ალბათ ბევრნი, ვისაც უთქვამს, რომ არსებობს რაღაც ესეთი ვაკანსიები, რომელზეც შეუტანიათ ეჭვი, რომ მე მგონი ეს ადამიანები რაღაცა ლეგალურს არ უნდა აკეთებდნენ და მიმხვდარან მერე და მალევე წამოსულან იქედან. ბევრს ან პირადადაც უღია არებია რომ ვთქვათ რაღაც გასაუბრებაზე მისულა. ბევრს ჩვენთვისაც მოუწერია გამოძიების შემდეგაც სოციალურ ქსელში კომენტარებში თუ პირადად რომ აი რაღაცა ეჭვი აქვთ რომ მგონი ამ შენობაში ადამიანები ახალგაზრდები საეჭვოდ იკრიბებიან და არ მოკლედ ეს არ არის რაღაც ის რაც ახლა 2 წლის წინ გახდა ცნობილი, ხო? ეს ყველას გვსმენია. აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენი გამოძიებით რომელიც შარშან გამოქვეყნდა, დადასტურდა ერთი კონკრეტული კომპანიის არალეგალური თაღლითური საქმიანობა დოკუმენტურად. კოლ-ცენტრი, ანუ ეს მარტივად რადგან გინდათ რომ ავხსნათ მაყურებლისთვის, არის თაღლითური ორგანიზაცია, კომპანია, რომელიც სინამდვილეში ოფიციალურად არსებობს, რეგისტრირებულია რეესტრში, ყავს ხელმძღვანელი პირები, მფლობელები, ჩვეულებრივად მენეჯმენტი და მისი მიზანი არის ფულის გამოძალვა ადამიანებისთვის თაღლითური არალეგალური გზით. მოტყუების გზით, ხო? მოტყუების გზით. ანუ ესენი ურეკავენ უცხოეთ, ნახეთ გამოძიებაში მათ ზირითადად კარგად დიდარ ქვეყნებში მოხუცებს, ატყუებენ რომ რაღაცა ფული ჩადეთ რაღაცაში, რაც წინასწარ მათვე იციან რომ არანაირ მოგებას არ მოიტანს, ამ ფულს არიცხნებენ მათ ანგარიშზე და მერე ქრებიან. ხო, თუმცა აქ მთავარი ამბავი ის არის რომ სტრუქტურა ისე აქვს აწყობილი, იძლევა მარტივად იმის საშუალებას რომ ეს დანაშაული, მათი თაღლითობა დარჩეს დაუსჯელი. და ესე დღისით მზისით ამ ადამიანებმა გააგრძელონ მუშაობა ისე, რომ კაციშვილმა მათ არ მოსთხოვს პასუხი, იმიტომ რომ კარგად იციან რაღაც თქვა ხრელი ფინანსური დანაშაულების, როგორ არიდონ თავი, იმიტომ რომ მაგალითად ოფისებს ხსნიან ფიზიკურად ერთ ქვეყანაში, ანგარიშები აქვთ რაღაც საერთაშორისო ან ვირტუალური საფულეები, როგორც არის კრიპტოვალუტები, მსხვერპლებს ირჩევენ არა იმ ქვეყანაში, სადაც ფილიალები აქვთ, არამედ სხვა ქვეყანაში ან საერთოდაც სხვა კონტინენტზე. შესაბამისად, ეს კარგად აქვთ აწყობილი, ჩახლართული სქემა ამ ფულის ნაკადების მოძრაობის და რთული არის გაყვე ამ თანხების კვალს და მიაგნო. თუმცა ეს არ არის შეუძლებელი, რა თქმა უნდა, თუ ჟურნალისტებისთვის არ იყო ეს შეუძლებელი, მით უმეტეს არ არის შეუძლებელი საგამოძიებო ორგანოებისთვის და ამაზე ალბათ ვისაუბრებთ. რატომ არის ეს დაუსჯელი? მასშტაბთან დაკავშირებით რა ვიცით, აი რომ წარმოვიდგინოთ, ლაპარაკობთ თბილისში ძალიან ბევრი. ეს წამყვან ბიზნესად იქცა რაღაცნაირად, ხო? ყველა კუთხეში სოკოებივად არის ეს კოლ-ცენტრები. რა მასშტაბის თაღლითურ სქემებზე არის ლაპარაკი საქართველოს შემთხვევაში? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. რთულია ზუსტად თქვათ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ეს არის არალეგალური საქმიანობა და ეს ადამიანები ცდილობენ რომ დაიმალონ და ვაკანსიებსაც ისე აცხადებენ უცხოენოვანი გაყიდვების აგენტი, კოლ-ცენტრის თანამშრომელი ყონის კოლ-ცენტრი არ გულისხმობს მაინც და მაინც თაღლითურ კოლ-ცენტრს, რა თქმა უნდა. თუმცა მინდა გითხრათ რომ წინა შარშანდელი გამოძიების გამოქვეყნების შემდეგაც და რა თქმა უნდა მანამდეც ვიცოდით ზოგადად კოლ-ცენტრების არსებობა, ჯერ კიდევ 2021 წელს გააკეთა მონიტორმა OCCRP-სთან ერთად პირველი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც კოლ-ცენტრს ეხებოდა და მაშინ ახალი იყო, მართლა არ ვიცოდით როგორი სტრუქტურით მუშაობდნენ ეს კომპანიები და ამ გამოძიებების შემდეგ უამრავი შეტყობინება მივიღეთ, როგორც პირადი შეტყობინება და კომენტარებსაც თუ გადახედავთ, ნახავთ რომ უამრავი ადამიანი იწერება სხვადასხვა მისამართზე სავარაუდო კოლ-ცენტრის შესახებ. ამოსაცნობად აქვს რაღაცა ნიშნები, რითიც შეიძლება ეჭვი მიიტანო, რომ ეს არის კოლ-ცენტრი. ძირითადად
სხვათა შორის ისეთ უბნებში არ არის მაინც და მაინც მივარდნილ ადგილებში გახსნილი, ცენტრალურ უბნებში არის გახსნილი, აქვს დაცვა, გაძლიერებული დაცვა ყავს ამ ოფისებს, მარტივად ვერ შევა გარეშე პირი, ანუ უცხო პირი ვერ შევა ამ შენობაში, ვერ მოხდება, დადიან ძირითადად ახალგაზრდები და ეტყობათ, რომ ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვთ, თქვათ, აქვთ კარგი მანქანები და ასე შემდეგ. პორშეები უყვართ ძალიან, კი, სხვათა შორის და მუშაობენ რაღაცა ცვლებში, ნაწილი იწყებს 11 საათზე და საღამოს სამთავრებს ნაწილი იწყებს საღამოს და გვიან ღამემდე მუშაობენ და ძალიან ბევრი კოლცენტრის შესახებ გვსმენია, უბრალოდ კომენტარებიც მოგწერეს და მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რატო არის რთული ამ დანაშაულებრივი სქემის გამოვლინება. მხოლოდ ეს ნიშნები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ჟურნალისტებმა ვთქვათ, რომ ეს არის თაღლითური კოლცენტრი. AK ჯგუფის შემთხვევაში, რომელზეც შარშან გამოაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიება, საქმე ეხებოდა იმას, რომ ამ კონკრეტული თაღლითური კოლცენტრიდან იყო გამოჟონილი დაახლოებით 2 ტერაბაიტის მასალა, შიდა დოკუმენტები, რაც ადასტურებდა მათ დანაშაულებრივ საქმიანობას. და მარტივი იყო იმის თქმა, რომ ეს არის თაღლითური კოლცენტრი, რომელიც ძარცვავს ადამიანებს. ეს საქმე სრულად გაიშიფრა ეს კომპანია, ხო? ხელმძღვანელები, თანამშრომლები და ათვისწევრები, ყველა სახელები და გვარები ვიცით. მათი მსხვერპლები ვიცით, ერთ-ერთი მსხვერპლი გარდაიცვალა, ხო? გარდაიცვალა, რომელიც გაძარცვეს. შვედეთის მოქალაქე. შვედეთის მოქალაქე, რომელიც გაძარცვეს და ეს ქარი გარდაიცვალა ისე, რომ ქართველებისგან გაძარცვული დარჩა ეს. რომელიც ჩამოვიდა პროკურატურაში განცხადება დაწერა და სთხოვა პროკურატურას, რომ გამოეძიებინათ მისი საქმე, თუმცა ეს კონცენტრი აგრძელებს მუშაობას. ანუ ის გოგო ხორცილი რო გადაიხადა მე შავრო ჩვედი ამ ხალხისგან მოპარული ფულით და ძალიან ბედნიერი რო ჩანდა, ის კიდე აგრძელებს ხვების ძარცვას, ხო? კონკრეტულად ეგ გოგო არ გადაგვიღია, მართალი რო გითხრათ, ამ ბოლო გამოძიებაში, რომელიც მონიტორმა გამოაქვეყნა ახლახანს აგვისტოს დასაწყისში, კონკრეტულად ეგ გოგო არ გადაგვიღია, მაგრამ ამ კომპანიის სხვა თანამშრომლები აგენტები, ეგრეთ წოდებული სკამერები, თავიანთ თავს უწოდებენ სკამერებს. და ამიტომ ეძახით ჩვენს სკამერებს, იმიტომ რომ შიდა მიმოწერებში ხუმრობენ კიდევაც, რომ დაგვიჭერენ ბიჭო და დავსკამე და ესევქენ და ისევქენ სკამერებს თვითონ უწოდებენ თავიანთ თავს. და ამ ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებაში ეს ადამიანები, მათ შორის ოფიციალური დირექტორი და მფლობელი, მათ შორის რეალური ბოსი ადამიანი, რომელსაც ბოსი ეძახიან თვითონ აკაკი ქევხიშვილი, ჩვენ ეს ყველა გადავიღეთ ისევ ერთ ოფისში. რაც რა თქმა უნდა აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ოფისი წინა გამოჟონილ დოკუმენტებში ჩანდა როგორც ერთ-ერთი მათი ფილიალი, რისთვისაც საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ თვიურად, იხდიდნენ დაცვის ფულს, იხდიდნენ კომუნალურებს. ანუ ჯერ კიდევ შარშანდელ დოკუმენტებში ჩანდა ეს ოფისი. თუმცა მაშინ არ გაგვეკეთებია ეს ოფისი, არ გადაგვიღეთ, ეთყობა ვიფიქრეს, რომ მარტი ხო არ იყო გაშიფრული, ასე ვთქვათ და დაიმალებოდნენ აქ და ამიტომ გააგრძელეს ამ ოფისში, იმიტომ რომ დანარჩენი ოფისები, რომელიც დავასახელეთ, ის ოფისები დატოვეს და აღარ დადიან იქ. მაგრამ ამ ოფისში, როგორც გითხარით, ყოველდღე დადიოდნენ, 11 საათზე იწყებდნენ მუშაობას, უფრო ძვირად ღირებული მანქანით, უფრო გამდიდრებულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ სახელზე არსებული ქონება ნაწილს დაყადაღებული აქვს. ამას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ უფრო ძვირიანი მანქანები ეყიდათ, ოღონდ სხვის სახელზე გაეფორმებინათ და იმ მანქანებითია, რომ აკაკი ქევხიშვილი გასულ წელს თუ დადიოდა ერთი მანქანით და ორი დაცვის წევრით, ახლა დადის ორი მანქანით და ალბათ 6-7 დაცვის წევრით. დაცვის უყვართ ძალიან რაღაც ეთქო, მატებთ თუ სჭირდებათ დაცვის წევრები ეგეც. ალბათ სჭირდებათ, იმიტომ რომ სხვათა შორის ამ გამოძიებაში ჩანდა კიდევაც როგორ ძლიერდება კონტროლი პერიმეტრის, როდესაც აკაკი ქევხიშვილი მოდის ოფისთან და ბუნებრივად ეს აჩენს განცდას, რომ ამ ადამიანს რაღაც ეშინია, ალბათ რაღაც ემალება, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვითონ ამ ოფისსაც დაახლოებით 12 ადამიანი იცავდა მინიმუმ. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღე იქ იყვნენ, მინიმუმ 12 ადამიანი იცავდა და როდესაც მოდიოდა ეს ორი მანქანა აკაკი ქევხიშვილის კორტეჟი, როდესაც უახლოვდებოდა ამ კონკრეტულ ოფისს, გამოდიოდნენ დაცვის წევრების ნაწილი, დგებოდნენ გარე პერიმეტრზე, იწყებდნენ კონტროლს და სანამ აკაკი ქევხიშვილის მანქანები არ შევიდოდა შიდა პარკინგზე ქვემოთ, არ ჩავიდოდა, მანამდე იდგნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, ალბათ რაღაცის ეშინია, თუმცა სამართალდამცავების რომ არ ეშინია, ფაქტია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, უპრობლემოდ ეს ადამიანები ისევ მუშაობენ.
არსებული პროკურატურის ვერსიითაც ამ საკითხს მფარველობდა სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელთანაც მიდიოდა კონკრეტული ქრთამი. ამაში ბრალდებული არის გრიგოლ ლილუაშვილი. ოღონდ ეს კოლცენტრები აგრძელებს მუშაობას. ანუ ხაკიდან ძალიან ლოგიკური დასკვნა, რომ სხვა მფარველობს ახლა, ხო? რამდენად შეიძლება რომ სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ამ მასშტაბის დანაშაულებრივმა ჯგუფებმა იარსებოს? კარგი შეკითხვა. ხო, ანუ ჩვენ რაც ვიცით, ფაქტი არის, რომ შარშან, ხო, აი დააკავეს ყოფილი, ხო, ანუ მაღალი თანამდებობის პირები, ხო, ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელსაც კი არ დააკავეს ბრალი წარადგინა, ნუ დაუსწრებლად, იმიტომ რომ ოთარ ფარცხალაძე არის, ხო, ვიცით ახლა სადაც კომუნისტური პარტიის წევრად მოგვევლინა ახლახანს. ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა იყო დასახელებული გრიგოლ ლილუაშვილი, ხო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და მისი გარემოცვა. ანუ ეს ხომ დადასტურებულია, ანუ მათ პირდაპირ თქვა პროკურატურამ თავის ვერსიაში, რომ მათ ბრალად ედებოდა მფარველობა და ნათქვამი იყო კიდევაც რომ მცირედი ნაწილის, ანუ კოლცენტრების მცირედი ნაწილის მფარველობა. მაგრამ ეს მაინც ხომ მიანიშნებს, რომ ესე იგი მაღალი გავლენის მქონე პირები იყვნენ ამის მფარველობაში. იქ არ იყო დაკონკრეტებული ახლა IK გრუპის მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი თუ სხვა კოლცენტრის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრაქტიკა, რომ გავლენის მქონე პირები მფარველობდნენ ასეთ თაღლითურ დანაშაულს, ეს დადასტურებულია. თუმცა ეს ადამიანები ახლა თუ ამ საქმეს ჩამოაშორეს, არაფერი უთქვამთ იმაზე, რა ხდება კოლცენტრებთან დაკავშირებით. ანუ დაასახელეს მარტო 10 ადამიანის სახელი და გვარი, ვიზეც არის საქმე აღძრული, მაგრამ რას აპირებენ ამ კოლცენტრების გამოძიებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად არ უთქვამთ, გარდა იმისა, რომ ვიცით, რომ საქმე არის გახსნილი და მიმდინარე და ვიცით, რომ აღძრულია საქმე ორგანიზებული დანაშაულის და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე, რაც ძალიან მძიმე სისხლის სამართლის მუხლებია, ხო? თუმცა აი თქვენ წარმოიდგინეთ, აი რამდენად არის შესაძლებელია, ხო? აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საქმეზე არის აღძრული სისხლის სამართლის თქვენს წინააღმდეგ, თქვენი მანქანა არის დაყადაღებული, უძრავი ქონება არის დაყადაღებული და თქვენ მაინც თავისუფლად თამამად გადაადგილდებით ქუჩებში და არათუ ვაკეთებ იგივე ზისთვისაც მაგბრალ წაგებული. თან ანუ როგორც ნინომ თქვა, ხო, ანუ ამას აკეთებთ ისეთ პრესტიჟულ უბნებში, ცნობილ ბიზნეს ცენტრებში, ამ ოფისებში, რომელიც არავისთვის არ არის დასამალი და ყველა ხედავთ, ხო? ანუ ამ ადამიანებს რომ არ ქონდეთ შინაგანი რწმენა და ერთგვარი გარანტია უსაფრთხოების გავლენის მქონე პირებისგან, რომ მათ არ შეეხებიან, რთულად დასაჯერებელია, რომ ისინი ამას გარისკავდნენ და რაღაცნაირად სასწორზე დადებდნენ, რომ შეიძლება მოუწიოთ პატიმრობა, ხო, ბევრი წლით. ანუ მოდი ახლა შევხედოთ მარტივად. ხო, ეს არის ლოგიკური, ხო, ჩვენ ფაქტები ამის რომ გქონდეს ვიტყოდით, რთულია ჩვენთვის ამის თქმა დასტურის გარეშე. მაგრამ ყველა ლოგიკურად მივიდივართ ამ დასტურს, ხო? აი ეს თქვა, თქვენს მედია ხართ, ჩვენს მედია ვართ, მედიების, სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში თვითონ თეთრს აკონტროლებს სახელმწიფო. არ არსებობს თეთრი მოვიდეს სადმე აქ და ეს არ იცოდნენ მათ. გამჭვირვალობას მათი ტერმინით. და ჩაკეტილი აქვს ბოლომდე, ხო? ჩვენამდე ვერანაირი ტიპის ლეგალური ფული, არ ლეგალურზე ყველაფერი ზედმეტი ვერ მოდის. ანუ მათ აქვს ბერკეტები რომ აკონტროლდნენ ეს ყველაფერი ძალიან სკრუპულოზურად. მაგრამ ამას არ აკეთებენ კოლცენტრების შემთხვევაში, ხო? ახლა აქ ძალიან ლოგიკური დასკვნა არის, რომ უბრალოდ ფარველი შეიცვალა ამ შემთხვევაში. შეიძლება იმ გადასახადის ზომაც გაიზარდა ცოტა სამ კოლცენტრებიდან იღებენ. საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს აქვთ უსაფრთხოების განცდა არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ეს კონკრეტული რეჟიმი მათ არ დევნის, იმიტომ რომ ფულს უხდია, ხო, თქვა, თან რაღაც ტიპის გარიგებაში არიან. არამედ ზოგადადაც შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, იმიტომ რომ მიიჩნევენ, რომ ამ დანაშაულის აღმოჩენა და მიგნება ყოველ შეუძლებელი იქნება. ბევრზე მსმენია, მათ შორის თბილისში, რომ რაღაც ფული დააგროვა კოლცენტრები და ახლა უკვე თეთრ ბიზნესში გადავიდა, ხო? უცებ აღმოაჩინა, რომ ჩვენს გარშემო არიან 30 წლის, 25 წლის ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ, რომ რამდენიმე მილიონიანი სასტუმროები იყიდონ. ხო, კაი ბიზნესია ლეგალური, მაგრამ ეს მილიონები საიდან მოვიდა? ყოველგვარი კრედიტის გარეშე თარასთავარი. რა შეიძლება ამ ადამიანებს უთხრათ, მათ ჩვენ საზოგადოებას რაღაც მომავალში, ამდენად გამოძიებადია ასეთი საქმეები. ამდენად დადგენადია თვითონული მონაწილე ამ სქემებისა. ამდენად მარტივად შეიძლება, რთულად შეიძლება ამის მიღწევა. პირველ რიგში თქვენს წინა კითხვას გავაგრძელებ მფარველებთან დაკავშირებით. თუ ჩვენ მივიღებთ მოცემულობად იმას და რა თქმა უნდა ეს ასეა, რომ დანაშაულის აღკვეთა არის სახელმწიფო სტრუქტურების ვალდებულება, პირდაპირ ვალდებულება და თუ კი ვხედავთ იმას, რომ ეს დანაშაული არ არის აღკვეთილი და პირიქით
გრძელდება ისევ მიმდინარე გამოძიების ფონზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში პირველ რიგში ეკისრება სახელმწიფოს და პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და აქვე მინდა ბევრჯერ თქვი და ისევ გავიმეორო პროკურატურის როლი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აი AK ჯგუფის შემთხვევაში გამოძიებას და ზოგადად თაღლითურ კოლცენტრებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა. ჩვენ როდესაც ამ გამოძიებაზე ვმუშაობდით, 1 ივლისს გენერალურ პროკურატურას როდესაც კითხვები მივწერეთ, ასევე გადავეცით ინფორმაცია, რომ დიდი ხომში მირიან მეფის ქუჩის 68 ნომერში, ამა და ამ ოფისში AK ჯგუფის თქვენ მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მონაწილეები, რომელთა ქონებას დაყადაღებულია, დადიან ისევ იმ ოფისში. 1 ივლისიდან 21 ივლისამდე 20 დღის განმავლობაში პროკურატურა არ მისულა და ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ უპასუხიათ კითხვაზე გადამოწმეს თუ არა, მაგრამ ლოგიკური პასუხი მე მგონი მარტივი და გასაგები არის. 21 ივლისს, როდესაც მივედით ჩვენ, ისევ სავსე იყო პარკინგი ავტომობილებით და ისევ დადიოდნენ ეს ადამიანები. 20 დღის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია გენერალურ პროკურატურას მაშინ, როდესაც შეეძლო ფაქტზე დაეჭირა ეს ადამიანები, ხო ესეა, შეეძლო უშუალოდ მუშაობის დროს შესულიყო ოფისში, ამოიღო კომპიუტერები და უამრავი მტკიცებულება მოეყოლებინა და ძალიან მარტივი იქნებოდა მათთვის ამ დანაშაულის დამტკიცება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაული და ესეთი კითხვებიც არის ხოლმე, რა ის საქართველოს თუ არიძიებს საზღვარგარეთ, ანუ უცხო ქვეყნები რატო არ ინტერესდებიან? ისინი ინტერესდებიან და სხვათა შორის აქ რაც გამოძიება იწყება ხოლმე ყველა გამოძიების უკან დგას სხვა ქვეყანა. ისინი თხოვენ და ესენი პასუხად იწყებენ. კი ზუსტად ესე არის. გერმანია იწყებს თავისი დაზარალებულების საჩივრების საფუძველზე გამოძიებას, რაღაც ეტაპამდე მიდის გამოძიების და შემდეგ საქართველოს თხოვს დახმარებას და გამოძიებაში ჩართვას. მაგრამ აქ მთავარი, როდესაც საქართველოში ხდება დანაშაული და საქართველოსთან ხდება დარეკვა, მთავარი როლი ეკისრება ქართულ პროკურატურას, საქართველოს პროკურატურას, რომ გამოიძიოს, იმიტომ რომ გერმანია ვერ გამოიძიებს უშუალოდ განხორციელებულ დანაშაულებს და გერმანიას თხოვს, რომ გამოიძიოს ხოლმე და მოიპოვოს მტკიცებულებები. შეიძლება ყველა შემთხვევაში ეს მტკიცებულებები არ იყოს მოპოვებადი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უამრავი მტკიცებულება დევს და მინდა გითხრათ, რომ სურვილის შემთხვევაში ალბათ ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს სახელმწიფო ორგანომ ეს ამ კოლცენტრების აღმოჩენა და შევიდეს ოფისებში და ამოიღოს იქ დოკუმენტაცია, რაც აქვს და მტკიცებულებები ძალიან მარტივად შეძლებენ საბოლოო ჯამში მათ. მე სხვა შორის სიტყვა სკამერსაც და ჩვენ კოლცენტრს ეს არის ქურდები. ანუ ახლა სიტყვა ქურდი ქვია ამას, ქურდობა ქვია იმას რაც საკეთებენ. ხო, ძარცველები არიან, ქურდები არიან, ამ მოქმედებასაც ქურდობა ქვია, ძარცვა ქვია და შესაბამისი სახელი ქვია ამას და შესაბამისად გამოძიებაც მე დარწმუნებული ვარ, ერთხელ აუცილებლად დადგება ამ ხრივ ბევრი რამის შესახებ გავიგებთ, ბევრი იმის შესახებ გავიგებთ და მათ შორის ერთგვარ რეესტრივითაც კი ნახავთ საბოლოო ჯამში, ვინც იღებდა ამ ყველაფრის მონაწილეობას. ამ ადამიანებს კარგად უნდა ესმოდეთ, სადაც ანუ გადაბალონ თავიანთი ქონება საბოლოო ჯამში. საზოგადოება გაიგებს ამ ყველაფერს. იქნებ დაბრუნებაც მოუწიოთ, რა ვიცი. წესით უნდა მოუწიოთ დაბრუნება. მთელი ლოგიკა ის არის, რომ თაღლითური გზით მოპოვებული ქონება უკან უნდა დაუბრუნდეს. დადგება ამ ქვეყანაში ერთ დღეს ეგეთი დღე და რა ვიცი, ახალგაზრდები არიან თან ძირითადად და ეგენი ცოცხლები იქნებიან. მაინც ამეთ შულებისთვის დატოვებას ვერ შეძლებენ. მაშინ ძალიან უტევენ იმ მედიას, რომლებიც ამ საქმეს იძიებს. აი ძალიან უტევენ, ხო, ამ ყველაფერს. მონიტორის საიტიც დახარკეს, ხო, Facebook-ი და YouTube-ი და Facebook-ი იყო. ხო და მე ზეიმობდნენ ქოცელებას, ნახეთ ეს რაღაცა რაღაცა მოხდა, ხო? ამ ხრივ გრძნობთ თუ არა აი ამ საცეცებს ლეგალურს და არალეგალურს თქვენს გარშემო ხელის შეშლაში ამ საკითხების გამოძიების. სიმართლე რა ვთქვა, აი ვერ ვიტყვი, რომ ნინო მონიტორზე ისაუბრებს ალბათ, იმიტომ რომ მათ ლოგიკურად დაუკავშირეს ამ კოლცენტრების ანონსის დადებას, მათი YouTube-ის დაბლოკვა და შემდეგ Facebook-ის გაუქმება. მსგავსი რაღაც მცდელობები ჩვენ შეგვინიშნავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინც და მაინც მხოლოდ კოლცენტრებს უკავშირდება. მე ვიტყოდი, რომ აი ფაქტის გარშემოც და კრიტიკული მედიის გარშემოც მცდელობები, რომ ფიზიკურად თუ კიბერშეტევებით თუ ბულინგი თუ დეზინფორმაციის გავრცელებით მათი პროპაგანდისტული არხებიდან ეს არის ერთი მთლიანი კამპანიის ნაწილი, რომ ვერ ეგუებიან რაღაცნაირად, რომ ონლაინ დამოუკიდებელი კრიტიკული მედიები ისევ აგრძელებენ მუშაობას და ვაგრძელებთ იმ ამბების გამოძიებას, რომელიც მათ აბრაზებთ, იმიტომ რომ ურტყამს მათ სუსტ წერტილს, ეს იქნება მათი არალეგალური საქმიანობა, მტკიცებულება მაგალითად სანქციებისგან თავის არიდებაზე და მხილება იმ ადამიანებს
ადამიანების, ანუ ქართული ოცნების გარემოცვის მხილება იმაში, რაც მათ ახლა აწყობთ, რომ იყოს დაფარული და ეს არის მთლიანი ამ კამპანიის ნაწილი და ვერ ვიტყოდი, რომ მაინც და მაინც კოლ-ცენტრების გამო გვერდჩიან, თუმცა ნუ ეს რადგან თქვენ შემთხვევაში სამწუხაროდ რო აღარ დაგვრჩა, მაგრამ სტუდია მონიტორის შემთხვევაში კიდე ძალიან ცალსახა იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ ხა ეს ძალიან დროში, ხო. მადლობა ძალიან დიდი ნინო რამიშვილი და მანჩო ღოღობერიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. სხვა შორის ამ თემაზე ჩვენს საგამოძიებო ჯგუფსაც დავით ქაშიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაბაცმულს არაერთი გამოძიება ჩაუტარებია და კიდევ ერთხელ ვერ გაჩერდება ეს გამოძიება ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა სახელი და გვარი რაღაც დროს გახდება საჯარო. პატარა ქვეყანაა თან და ეს კიდევ უფრო მარტივს გახდის ამ საკითხს. თან დარწმუნებულია რომ ოცნებას და სულს კარგად აქვს დათვლილი, ვინ სად როგორ მუშაობს და ამის დოკუმენტები არსებობს. დოკუმენტები ჩვენს დროში კიდევ უფრო მეტად არ იციან, ვიდრე ადრე შეიძლება ყოფილიყო, ხო? თვითონაც იცნობენ სხვა შორის ერთმანეთს კამერებით და სხვა კოლ-ცენტრების თანამშრომლებსაც ძალიან კარგად იცნობენ. ისეთი ბაზარია, თითქოს რაღაც ლეგალური დასაქმების სფერო არის და აქვთ ერთმანეთზე ინფორმაცია შესაბამისად. მისცემენ საბოლოოდ ჩვენებს. მისცემენ კი ალბათ. მაგასაც ვნახავთ.